მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვიწყებთ ჩვენს გადაცემას და უნდა გავუშვათ ძალიან მაგარი ქალი, რომელიც არის პირდაპირ ჩვენი ზრუნველი ქალია, ჩვენზე ზრუნავს, ამის დედასვანი მარკეტა გრეგოროვა გავა. აუსაო. მოამაგე საქართველოსი. თქვენ იცით რომ ელენე ხოშტარია ციხეშია, რადგან მან გირაო არ გადაიხადა. რა სიტყვით ამაზე? არის თუ არა მისი პოლიტიკური სტატუსი ერთგვარი ინდულგენცია კანონის დარღვევისთვის? დიახ, მაგრამ ყოველთვის საჭიროა საკითხებს კონტექსტში შევხედოთ. კონტექსტი კი ის არის, რომ ქართული ოცნება ბევრ ახალ კანონმდებლობას იყენებს, რათა შეასუსტოს პოლიტიკური ოპოზიცია, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება. ამას ჩვენ აქ პარლამენტშიც ვხედავთ. მე ვესაუბრე ევროპულ კომისიას და მათ მითხრეს, რომ ახალი კანონმდებლობის გამო თითქმის შეუძლებელი გახდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის რაიმე დაფინანსების გადარიცხვა, რაც ძალიან მძიმე მოსასმენია, რაც შეეხება ელენე ხოშტარიას არსებული კონტექსტის გათვალისწინებით. ეს რა თქმა უნდა პოლიტიკური ზეწოლაა. თქვენ აქ შემოსვლა უნდა გეკრძალებოდეთ. როცა თქვენ ამბობთ, რომ ხოშტარია პროევროპელი პოლიტიკოსია და ასევე ამბობთ, რომ დღეს ევროპის მთავარი მისია რუსული გავლენის წინააღმდეგ და რუსეთის ფინანსური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენ ვხედავთ, რომ მაგალითად ელენე ხოშტარია ყოველთვიურად იღებს თანხას მილიონობით რუბლს რუსეთის ფედერაციიდან. რა არის თქვენი პასუხი ამაზე? ეს პირველად მესმის თქვენ. და მე გაიკითხე, ძმო, პირველად გესმის ჩვენგან, ეხლა და კიდევ ერთი პატარა პასაჟი მინდა გავუშვა, თუ შეიძლება ლეპტოპიდან უშვებ, წავიდა. სანქციების საკითხი. არ მატულებს მარტო მეტყობა რომ ასწრებ. ანუ თქვენ ისევ გეგმავთ რომ გაუშვათ გადახრების ჯგუფები ევროპაში, აზიაში, დაგიქნათ იქიდან პირველად დაგიქნათ. სტრასბურგიდან პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგა სალმე გობრონიძე გვერდება, რომელიც ვიზიტის შესახებ მე დეტალს გვეტყვის. სალმე გისმენთ. დიახ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ზუსტად ამწუთებს. ხელით დაუქნიეთ. მარკეტა გრეგოროვას რო დაუბრუნდეთ, მე დავიწყებ ზერ მარკეტა გრეგოროვას ფენომენით. ჯერ რატო ქვია მარკეტა? free market ფუნდამენტალისტი მამა ყავდა ალბათ და დაარქვა მარკეტა. და ეხა მარკეტა ხო არ ეხა მაგარი შუტკა, საჩაურთაო შუტკას ვიტყვი. გახდება სუპერმარკეტი. აი შაყრნავი ვარიანტი. ან თუ ვერ გახდება კიოსკა. მინი მარკეტა. კიოსკა, ხო, თუ ვერ შეასრულა კიოსკა. დავალებები გახდება კიოსკა. მინი მარკეტა გახდება და თუ შეასრულა სუპერმარკეტა. ხო, მარკეტა გრეგოროვა არის სუბიექტი, რომელსაც რო გადაუთარგა გაბაზრებული ნარკომოხმარება. ოდა ძალიან კაი იქნება. რა ვიცი მე, ანუ ყველაზე ისეთი ბანძი პროპაგანდა ლიბერალური ღირებულებების, რო შეხვალ ამის მაგალითად იმაზე X ადრინდელ Twitter-ზე, ანუ ჯოჯოხეთი ტრიალებს ისეთი აქტივიზმი მიდის რა. ნუ რასაკურველი მას არ გააჩნია არანაირი სახალხო ლეგიტიმაცია, ის არ არის ხალხის მიერ არჩეული სუბიექტი. მე მგონი პოლონელი თუ რაღაც ეგეთი არის. არა, ერთ წამი ნახავ. და უყურე ეს ქალბატონი, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი სრულ დანოშჩიკების ნარატივებით არის ნაკვები და არის რიგითი მარიონეტი Deep State-ის, ზუსტად ისევე როგორც გუბას და სანიკიძე საუბრობს ანალოგიურად. ანუ იმედს და პოზიტივის უყურებს და თქვენო აქ საერთოდ არ უნდა შემოგესწრებოდეთ. ანუ მე ეგა მედიაზე თავდასხმა. ყველაფერს რო თავიდან არის კაცო. ჩეხურად გარდაუთავნიან და მისცემენ და მოდი იქნებ და პორნოს გადაერე. თავი მოვაწოდოთ. ფაქტობრივად მიუხედავად ყველაფერისა ძალიან კარგი გარეგნობის კარი. არა. ერთი წუთით რა, ნუ მოდი მარკეტა რეალურად შალვა თვლის რომ ხუთიანიო მე არა არ ვეთანხმები მე არაფერში არ ვეთანხმები რასაც კარგ სიტყვის შენზე მე 6-7 რა მოკლედ ნახე დღეს ჩავწერეთ მე და ბაჩომ ჩვენი განაცემა ევროპის დაისი რომელიც ეთერში გავა კვირას გავა და შეხედე რაზე ვილაპარაკეთ ევროპას როგორ დაერხა ამ ომების შედეგად ეკონომიკურად ყველაზე ძალიან რეალურად ხო ძალიან მოკლედ რო ვთქვათ მარტო ენერგორესურსებში განსაკუთრებით გაზში დამატებითი 700 მილიარდი ევრო აქვს გადახდი 10 ჯერ ხო და ის მილსადენი რო გაუფუჭდათ თუ აუფეთქეს და რა პრობლემები აქვს და ინფლაცია არის 40 წელია ეგეთ რეკორდულ მაჩვენებელზე არ ყოფილა დენი ელექტროენერგია გათიშული სასტუმროებში დღისით გათიშულია დღამე
ჩართული და ესეთ მდგომარეობაში თვითონ რეალურად პოლიტიკური კრიზისია, იმიტომ რომ მთავრობები ვერ გამოხატავენ ევროპას, ევროპის ხალხის რეპრეზენტატორები არ არიან, ანუ ესეთი სტაგნაცია აქვს. ეხა კიდე უძურდებათ, იმიტომ რომ ის ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაც ნიშნავს იმას, რომ იმ გალფის ქვეყნებიც ვეღარ მიაწვდიან ამას და დღეს მაგაზე ვილაპარაკეთ. ესეთ როგორ თქვა შელამაზებულად, ესეთ ცუდ ადგილას არის ევროპა რა. ესეთი დარხეული აქვს და მაგათი სახეები არიან ეს კაია კალასი, მარკეტა გრეგოროვა, ურჩხულა ძალიან მაგარი სახელი. მე მაინც გონიო კაია კალბასი არის. კაია კალბასი. ეგ რა სახელები ვიცით? ჩამოვთვალოთ. კაია კალბასი. არა, ყველა მამა ბოროტე, კაია კალბასი, ნელა. მაყურებელმასთან გაიაზროს მამა. პეტრა კალხი, მამა ბოროტე, კაია კალბასი. ურჩხულა ფონ დერ ლაიენი, ძალიან მაგარია, ძალიან. ნენსი როლანდი შედევრი ეგ შემფაორდია კიდე რეები გვაქვს მამა ბოროტე ვთქვით ნენსი როლანდი ნაციონალები გნაცები კიდე რეები გვაქვს არა გნაცები ყველაზე ურჩხულა ძალიან მაგარი ურჩხულა კიდე კაია კალბასი ისა რა ქვია პავილიონისი ხო, მაგრამ ეგ ხო გიჟიმანტასი კარგია. კი ბატონო, კიდე გვაქვს საკმარისად გვაქვს. ხო? კიდე საკმარისად გვაქვს რა. გავიხსენოთ რა. ვიღაცები გვავიწდება. ტრამპაც უმპა, მაგრამ რატო კაიკაც რატო მოუგონეს ეგ შეიძლება. მოკლედ, ისევ მარკეტა გრეგოროვას რო დაუბრუნდეთ. ელენა ხოშტარიაძე რას უჟად აირიდა თავი ხო ნახე. მაგის მანამდე ტიპი აცხადებს რომ მეო ვიღაცებზე დაყდნობითო მოვისმინეო, პირადად გავერკვიე კი არა, მოვისმინეო რომ საშინელი კანონები მიუღიაო ქართულ ოცნებასო. მაგრამ იმაზე ხომ ინფორმაცია არ მაქვს უკაცო ელენა ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტი რო იღებს თანხებს პირველი მაგაზე უნდა ანუ ევროპარლამენტში გამოვიდნენ ტიპები და ხოშტარიას წერილი წაიკითხეს და ის არ გაარკვიეს იმაზე რუსეთის სახელმწიფო ხაზინასთან რა ურთიერთობა აქვს. ეგენი არიან ბოზები რა. რა თქმა უნდა. კი ბატონო. აი მოიცა, აი ეს უნდა მოუჭრან და გაუგზავნო. კაია კალბას და მარკეტა გრეგოროვას. არა, ვაფშე უნდა გადავთვალო, რომ კაია კალბას, კაია კალბას. მაშინ სუპერ მინიმარკეტ და გრეგოროვა. არა, კიდე ვიღაცები. კაია კალბას და მინიმარკეტ და გრეგოროვა. ვიღაცები გვავიწდება რა. კარგი ხა მოიგონე. კიდე მოიფიქრებ. გია ბარამი. ნიკუტა? ქართველებზე შეიძლება? აბა ნენსი. კუტაბიჩი მაშინ. ნენსი საიდან არის? საიდან არის? ფინეთიდან. კუტაბიჩი ძალიან კარგია. ბიჭო, კუტაბიჩი ზედმეტსახელი მე ვამბობ სახელის ინტერპრეტაცია. ჰეგელი. ხო. დათო თაზუნაშვილი. ეგ რეალური რომელია? თაზო დათუნაშვილი. არა, ბიჭო, დათო ქვია. თაზო ქვია. ნახდა. კი ბიჭო, რა გჭირს? იდენტობა წაუშალი ადამიანს. არა, მართლა რომელი ქვია? თაზო ქვია, თაზო. ადამიანს თაზო ქვია და როგორ ეძახი? დამაზი. გაუში გია ბარამიც. ჩვენ გვაქვს საქართველოს გადასარჩენი და ამ პასუხისგებლით შეგენაცვალა პარტიები, განსხვავებული პარტიები, რომლებსაც არც ადრე გვიყვარდა დიდად ერთმანეთი და კიდე პირდაპირ გეტყვით, არც ახლა გვიყვარს ერთმანეთი. ეს გამოჩნდა ცოტა სულ არ არის ერთმანეთის სიყვარული სავალდებულო. აქ არის მარტო მიშას სიყვარულია მნიშვნელოვანი. თამაშის წესებზე თანხმობა. მეორე მთავარი და შეიძლება ამ შემთხვევაში პოლიტიკოსის ყველაზე მთავარი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა ჩვენი მოვალეობის განცდა. თუ ჩვენ თავს უწოდებთ ასეთი ამბიცია გვაქვს პოლიტიკოსები რომელსაც პარტიის შემადგენლობაში აი ნაც ანალები. მე მგონი რომ გია ბარამიძე სულ მალე ოპერაციასაც გაიგეთებს მიშას რის ოპერაცია გენდერულ ტრანზიციის ხო? ხო შედ მე მიკუს რომ აქამდე არ გაიგეთა. სქეს. რომ ბოლომდე შეერთდეს მიშასთან. ოღონდ მე როგორ მოხდება ზონაზე არ ვიცი. მე დაგახდება. ხათაშორის რომელიმე მემარცხენე ლიბერალი ვოუკი რეჟისორი ამაზე ფილმს გადაიღებდა. არა ბიჭო, ამან გუშინ ისეთი მაგარი რაღაცა გააძრო სკოლის მოსწავლეებს ნოუთბუქებს ურიგებთ, იმიტომ რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევაჭრათ. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. აი მოსწავლეს რო ეთქვა რომ მე ხა ლონდონის საფონდო ბირჟაზე მინდა ვაჭრო. მე არ ქნიო ხერია. კონკრეტულად ნიუ-იორკის საფონდო. ნიუ-იორკია, თორე ხა ლონდონში თუ ვაჭრობ და ხელზე მაზაობა?
აი ხელზე მაზის შანსი მივეცით. ან პირიქით ხელზე მაზი ჩავანაცვლეთ დადებაზე. ტოტალიზატორი. ინტერნეტ ტოტალიზატორი. ხელზე მაზაობა, იმიტომ რომ კრიმინალთან იყო დაკავშირებული, სროლები, დაჭრები და ასე შემდეგ და ჩავანაცვლეთ პირველ კლასელებს მივეცით ალტერნატივა. ჰაკერები. კოლ ცენტრი კონდა ბავშვებს გაკეთებდა. პატარა. და ოღონდ არა, ბეტა ვერსია. რო გაიზრდებოდნენ მე მივეხმარეთ ლაბარატორია. ბეტა ვერსია შალვა. ანაწილისთვის ოცნებაზე ლაბარაკობ. ანაწილთლიძე. თუმცა ამ პროცესმა ჩემთვის რა ანახა, ხო? ამ პროცესმა ანახა ის, რომ მათთვის დისკომფორტია მათ შორის, რაღაც ერთიანობა, მათთვის დისკომფორტია ეს ოპოზიციური ალიანსი, ერთმანეთთან არ აიხსნება. სულ ერთი რო იყოს კობახიძისთვის და პაპუაშვილისთვის, როგორც თვითონ უნდათ ეხლა ეს წარმოადგინონ ოპოზიციური ალიანსის შექმნა და ზოგადად ეს ერთობა ოპოზიციის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვითხოვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რომ ჩვენ როდესაც 2012 წლიდან დავიწყეთ ბრძოლა რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, ქართული ოცნების წინააღმდეგ, ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ მხოლოდ ორი მხარე არსებობს. არსებობს ერთი რუსული საოკუპაციო რეჟიმი და მეორე მხარეს ყველა, ვინც ამ რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. რომ მაგარი ფოტო მოდის. ეს ის არის, ვინც მე მგონია? მოგოებო. ერთი წუთი ჯერ ვსინებთ ხო? გაუშვით შეიძლება. შეხედე რა ბიჭო. რა გინდა? პეტრე კოლხი. პეტრე კოლხი. სხვათა შორის პეტრე კოლხი ეს ფოტო კიდე ერთხელ კარგად გავუშვათ. ტაქსისტის ვიძე. ტაქსისტის ვიძე არ არის, ძმაო. Air Force-ის ისაცვია. არა, რობერტ დე ნიროს. რობერტ ტაქსისტის ვიძე არის, გეუბნები. ზურა გირჩი ჯაფარიძე ეხა შურით იწვის, იმიტომ რომ მას არ აქვს ესეთი მილიტარისტული ზედა. თან ეს ვაფშე იქ არის. აბა, თან იქაა, ძმაო. ტაქსისტის ვიძე არის ეს. ბოდიში რობერტ დე ნირო. დიდ ბოდიში რა დე ნირო, რის დე ნირო. ეს არის სწორედ. საღოლ. ტაქსისტის ვიძე არის უგდელი, მოქმედი უგდელი. ამას ოცნება არის ეს. კონდეს ავიატორის ფორმის სათვალეები, ვაფშე არასოდეს. ხო და იღლიაში კი არა. ტომ კრუზი და ეს. საყელოში უნდა ქონდეს პისტოლეტი. კი. და you talking to me? კი. და ეს უნდა კლავდეს ხელის გასწრება. უეჭველი. ხო და ეს კაცი არის მოქმედი უგდელებთან. არ დაგავიწყდა. უკრაინამ მიცა. აი უკრაინამ რომ ისა უკრაინული ეკლესიის პონჩიც არის ეგრე სამხედრო. და იქ მოსულა ხო ეს? არა. მე ვამბობ უშუალოდ ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა ხო დაგვიტოვენ კაი. ბუჩიკო მომავალი. ბუჩიკო სამ გავუშვით, მანამდე მაგარი სკრინია კიდე. ხო ვენცა. შენ გური აი თუ იცი, მოიცა სანამ გავუშვებ, თუ იცი ნანუკა ჟორჟოლიანი რას უმიზნებს? ეგ ძალიან უხერხულად დასვე კითხვა. ნუ აი მაშინ პირდაპირ გაიგე რას უმიზნებს? რა აქვს მიზანი აღებული ცხოვრებისეული განვითარების? განვითარების მიზანი ფულის შოვნა. ვერ მიხვდები რაღაც საინტერესო ის ექნება მიზანი. გავუშვი? სკრინი გავუშვი? გავუშვით. მაგისტრატურაზე აბა. მეცადინეო ყველგან მაგისტრატურაზე ვაბარებ. ფსიქოლოგიურზე. ნანუ გახდება მაგისტრი ბიჭო. არა, მაგისტრი იმდენი იდიოტი და დებილი მაგისტრი ვიცი რომ ნანუკას რო გახდეს რა პრობლემა. ესეთი მე არ ვიცი. ანუ ჩვენი ხუმრობა რომ ნანუკას აკადემიური ნაშრომი აღარ ექნება ხუმრობა და კარლ ნანუკზე გამოსცემს. შეიძლება რომ კოლექტიური ბესტაზნაწერნია და არქეტიპული მან შეიძლება რომ იუნგის და ფროიდის კამათი როგორც იქნა გადაწყვიტოს რა. სისტემური ანალიზი. ანა ფროიდის. არა, ერთი თემი აზრით ის უზნაძე სწავლობდა. აჰა. მაგას იკვლევდა კარგად და ეგარი მაგისი კანიოკი რა, ფსიქოლოგი. უზნაძე რა, ჩემი აზრით. ასევე ბიჰევიორისთვის აქვს დაწერილი რამოდენიმე ნაშრომი. და მე მგონია რომ ფსიქოლოგია აღარ დააკმაყოფილებს და უშუალოდ გადავა ნეირომეცნიერებებზე. ფსიქოლოგიაში სადაც საკუთრებ დაიწყებს. დიდიბოდის ფსიქოლოგიაში ნეირომეცნიერებებზე. ერთი წინადადება ხო უნდა წაიკითხო. არა, შალვა, ფსიქოლოგია მოდი. გარდა ბურატინოს თავგასავალისა. მოდი ბურატინო არ აქვს საკითხო. ხო და ვთქვა, ჯერ ბურატინოს ფსიქოლოგები არ მიწყენენ, ფსიქოლოგია მაინც მეტნაკლებად უფრო манипуляციური მეცნიერება. როგორც სოციოლოგია. სოციოლოგია არა, სოციოლოგია უფრო მეტად კვლევებზე ორიენტირებული. არა, სოციოლოგია უფრო გაზომვადი რამეა ფსიქოლოგიასთან შედარებით. უფრო ხელშესახები, რომელშიც საბუნებისმეტყველო მეცნიერება უფრო გამოიყენება, აი ნეირომეცნიერება მერე უნდა გადავიდეს და ჩართული უნდა კონდეს ბიოტექნოლოგიები, ნამდვილი დიდი მეცნიერება, აი კვლევებზე რომ მუშაობს, თავისი კაბინეტი რო აქვს, სერიოზული რო აძინებს ხალხს, იკვლევს, უყურებს, ძალიან კარგი.
ჩვენი სკოლა მეგონი თავს უნდა რო უშველოს. და ისე რა სიტყვი მართლა რო ძალიან მაგარი ნაშრომი დაწეროს და ჩვენთან ნანუკას უზნაძის სკოლა მაგრა გაასწორებს. თუ არ ვწდები უნიანის სკოლა იყო ხო ნეირომეცნიერის ძილის თემებში ვიცი და უცბად რო გაიშლოს ნანუკას სკოლა ანუ რაღაც ახალი რო აღმოაჩინოს აი მე რა სიტყვი არ შეგწყვება ან შენ არ შეგწყვება ყველა შეგწყვება კოლექტივი მე არ შეგწყვება იმიტომ რომ არასდროს მე არ მიწევს რომ ნანუკა ვერ შეიძლება სანამ მაგას გავუშვით კიდე ერთი ფოტო ჩაგვიგდეს ოდიში არ შეიყვანე ეს მილიტარიზმი ყვარებია ძალიან ვის შეხედე პეტრე კოლხს სულ მილიტარისტულ ზმანებზე ჩითავს თურმე ეს ხო არ აპირებს რომ სამომრად წავიდეს მადლობთ ბიჭო ეს როგორია იცი სიმულირებს მილიტარიზმს ბრძოლას ონანირებს ეს როგორია იცი მილიტარიზმი სიკვდილის გარეშე ან რაღაცა ხო დისკომფორტი მილიტარიზმი დისკომფორტის გარეშე კი ბატონო ბორის ჩელეყურუა ასკუზულობის არებით, გულწრფელობით და რასაც არ თქონდა ჭირდება დრო. ამა ხალხსტუხების გაკეთება, მაგიტო დაიწყო ალბათ რომ პრემიერობას უმიზნებს. მიხდენის საშუალება აქეთ ხარის არ არის. კი, შეიძლება სადღაც რაღაც ურენი გადაბრუნდეს და მაგის იმედად ჩვენ ვიყოთ, მაგრამ გვეყოფა ჩემი აზრით ქართველებს. პავლენიშვილი ვაფშე არ არის ჯაგა. აი ეს გააჩერეთ არ არის გიგა ლემონჯავა გაუშვით, რომელიც გამარჯვების პავლენიშვილი მართლა არ არის ჯაგა. მოусმინოთ გიგა ლემონჯავა. პავლენიშვილი არის ორთოდოქსი ნაცია, ანუ რელიგიური ნაცია, რომელიც ვაფშე არ გადაუხვევს თავის დღისესრიგს. მე ვსვავ ეგზისტენციურ კითხვას. არსებობს? როგორ არ არსებობს? ფეხებზე გინდა. ეგზისტენცია არ. ანუ ღმერთი რო სამყაროს გადმოხედავს. მე სულ პავლენიშვილს ხედავს როგორც პავლენიშვილი რა კადრია, რა კალიბრია მე აქ. ვამპირი ვიტალ ჩნდება. მე ახლახანს გავიგე სარკეში არ ელექტრო. მანქურთის მნიშვნელობა. არა, როგორ ხდებოდა მანქურთის გამოყვანა. მანქურთის გამოყვანა რა სპეციფიკა. იცი ბაჭო? ზაზას განვიცი შათილიშვილისგან. ესე იგი გადაპარსავდნენ თავს. ბავშვურა, საბავშვო ასაკში არა. გადააკრავდნენ აკლემის ტყავს, მაგრა და თმარო იზრდებოდა, ის უბრუნდებოდა თავში და თან თაკარამზეზე იწვნენ. ეყარნენ. და მე ვიღაცები კვდებოდნენ და ვიღაცები ვინც გადარჩებოდნენ, ვაფშე ავიწყდებოდა ისტორია ყველაფერი და მაგარი ცვეთნო იმონა იყო. ანუ ის თავისუფლებისკენ კი არ ისწრაფოდა. აი ის რო არის ჯეტლის ფილმი, ხო იცი, რაღაც რო აქვს გაკეთებული საყელური ო რაღაცნაირი dog. ხო რა. ზომბები იყვნენ პრაქტიკულად. ზომბები რა, აი ესენი არიან მაკკალიბრის რა, მანკურტები სუფთა. იქიდან ეს რელიგიური ნაცები რა, ჩერგოსთან არიან სხვა შორის. არა, ჩერგო სხვანაირი მონა. ეგ მანკურტი. ჩერგოც გიჟია კაცო, გიჟები ყავდა ჩერგო. ხო, მაგრამ აი რეიგანის დაავადების დღეს აღნიშნავდნენ. აბა ესე ვინი? ეგენი ცოტა რაციო კონდათ. გიჟა ბიჭო, რეიგანის დაავადების პატარა რაციო. რაციო მონუმენტურობა რეიგანის ზეგთან ბიჭო. არა. ჯერ ეგეგრე არის. რეზონი არის და რაციო. მოიცა ვერ გავიგე გიგაბოკერიას კამპანიაზე სპანჯბობი ეს სერიოზული თემაა. ეგ არ არის მანკურტობა, ეგ სიგიჟეა. ხო, არა, სექტის. ეგ სექტის, კი, ეგ საკუთარი იდეის ნანუკარომა ფსიქოლოგიის მაგისტრი გახდება, ჩერგოს იქნებ რამე უშველოს. თავის კრიტიკულ დღეებზე და შემიძლია მაგის მოყოლა მაგ ჩერგომ უნდა პირველი პაციენტი, ვისაც მიიღებს მაგისტრის დიპლომიანი ნანუკა. ხო, მე მგონი ნანუკას უნდა რომ ჩერგო მაგიაროს, როგორც ჭკვიან ქალად, ანუ როგორც ციტირებად და ისეთ, ანუ წყაროებზე დამორით რომ მუშაობს და ჩერგო მაინც გაამწარებს და არ აღიარებს არასდროს. ჩერგოს კაცილებით მეტი ტვინი აქვს ვიდრე. კი, მაგრამ მე ნანუკას ხარეს ვარ, იმიტომ რომ ნანუკა რო მაგისტრატურას დაამთავრებს. გიჟი არ არის. ჩემი დედავადე, ნანუკა რო მაგისტრატურას დაამთავრებს, ჩერგოს ვაფშე ჩერგოს ხო დაავიწყდა ყველაფერი. არაფერი არ დაიწყებია. არა, ეხა უკვე იგი რაღაც 1-2 სტატია რაც ქონდა ლევან რამიშვილის გადათარგმნილი წაკითხული. ეგენი აღარ ემახსოვრება რა. გიგაც აღარ კითხულობს ეგენი, პროსტა ჰედლაინებს აიკითხავენ მეილზე რაც ხონდის. როგორი ამერიკელი რაც უნდა დაამთავროს ნანუ. ჩერგოს მეტი ტვინი ექნება. არა, შეიძლება ძმაო. ეს არა, გავორიცხო. იმან ისეთი რაღაცეები გაიხსნა. ნანული ჯორჯოლიანი არის აბსოლუტურად გლუვი ტვინი აქვს. ანუ ადამიანი არის, რომელიც გიჟი არ არის, იმიტომ რომ გიჟეს რაღაცა ხვეული მაინც მე კაროჩე მე არა მე ვაფშე ძალიან პრიმიტიული არსება. ჩერგოსა და ნანუკას შორის რაღაც პონჩი ბოლო პერიოდში ნანუკას კენვარ. მართლა? კი, იმიტომ რომ მე ვიტყოდი როგორც აი რო იხჩებოდნენ, გვერდთან უშუალოდ რო იხჩებოდნენ.
მის გადარჩენის. ერთის გადარჩენის საშუალება. რა თქმა უნდა, აბა მთელი ამოცანის პირობა გადავარჩენდი. კარგი, ეგ გასაგები. ეხა ერთის გადარჩენის საშუალება გაქვს. აი, ხედავ? ერთის გადარჩენის საშუალება. ერთის და არც ერთი არ გადარჩენება. გოძილა და მოთრას ბრძოლას რო აკვირდება. ჩერგოს გადარჩენა. იაპონელი პერსონაჟი და რომ ამოს let them fight ეგა ყველაზე სწორი მიდგომა მაგაზე. ის არ ჩაიძირება. ჰა? აზრი არა აქვს მაგ ბაზარს. რა? უნდა მიუდგე გოძილაში რო არის. ხო. მოთრა და გოძილა რო ჩხუბობენ. ხო. ეს იაპონელი მეცნიერი რო უყურებს let them fight. როეუნება. ხო, აბა დაებუნებამ გადაწყვიტოს რომელი გადარჩება რა, ხო? კი ბატონო. გავუშვით გიგა ლემონჯავა, გავუშვით. ბაჭო, ურა გამიწყალეთ. გამარჯვების გზა, გამარჯვების სტრატეგია, რომელიც ეფუძნება შემდეგ მოცემულობებს. 1. წინააღმდეგობის გაძლიერება, გაფართოება და ისეთ დონემდე მიყვანა, რომ რეჟიმი დასუსტდეს მაქსიმალურად და ჩამოშლის პირას მივიდეს. 2. საერთაშორისო წნეხის მობილიზება რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის საერთაშორისო პერსონალური სანქციების სახითაც, ჩემი პირადი აზრით, იმიტომ რომ ეს სანქციები მუშაობს. 3. ეს არის ივანიშვილის პროპაგანდის წინააღმდეგ გამარჯვება, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანზე კონდეს გავლენა მის პროპაგანდას. 4. ეს არის არაღიარების ხაზი ზუსტად ჩინჩუნება, როგორც არა მთავრებს. აწმობილი კონია საქმე. გაწო, აქცია არის. არა, ერთად. სამოქმედო გეგმა გაქვთ. ეხა Excel-ში გაწერე კარგად. დაამუშავე. თვითონ შემსრულებელი პროექტ მენეჯერი ვინ იქნება? პირველი პუნქტის, მეორე პუნქტის. არა, აი ავანგარდში. კოორდინატორი ვინ იქნება? საველე სამუშაოებს ვინ ჩაიბარებს. ის მე დახვეწეთ ეს, მეილზე გადმოაგზავნეთ. კოპი ბრეიკი ხო იქნება? კოპი ბრეიკი, მეილზე გადმოაგზავნეთ ჩვენთან პოსტების მეილი. დიდი შრიფტები დაწერეთ, დაახვიეთ და უკან გაიკეთეთ. ეგეთ შეიძლება. არა, ელექტრონულ სერიოზულად ვიყავ. ელექტრონულად გაიკეთეთ. სერიოზულად ვიყავ. მე რა მაინტერესებს? ინგლისურად თარგმნეთ. ინგლისურად დაწერე, ქართულად თარგმნე. ხო, ქართულად. ინგლისურად თარგმნეთ, კი ბატონო და ბაჭოს გაუგზავნეთ. ჩერგოსი არ იყო. 35 წლის ასაკში პირველად ჩავედი გორში და ვაშინგტონში ერთი არჯერ მაინც იქნებოდა რა. რა მაინტერესებს? არა, ბიჭო, ეგ იყო აუხსნელია მე. არა, მართლა არ შემილია მაგის გატარება. სადმე რომ პირველად ჩავა, როგორ მივცემ თავს უფლებას, რომ ავაოხრო იქ და ეს არ კონდეთ აქ და ეს რატო გიდგათ და ეხა მე რომ სადმე სოფელს ჩავიდე, სიტყვას გორი და სოფელს ზეგლი იდგა და არ მოგეწოდე და წყარო არა, წყარო კი არა, რამე, აი ან წყარო. ხო, რაღაც წყარო, ბესეთკა, რაღაც არ მოწონს რა და ავშალო იქ და აედავაი. და რა მაგარია რომ ეს რო არ ჩასულიყო, სტალინის ზეგლი იქნებოდა. ბარბაროსი, ჩვეულებრივი. რა მაგარია ბიჭო? რო არ ჩასულიყო გორში, სტალინის ზეგლი იქნებოდა. არა, მანიაკია, თავს უფლება როგორ უნდა. მე რა მაინტერესებს? ან სახში რო შემოუშვა, შეიძლება პროექტი შეგიცვალოს. პროექტი კი არა, გამოგასახლოს დაგიწევს. არა, პროექტი შეგიცვალოს, რომ ეს არ შეიძლება. არა, ოჯახის წევრი არ მოეწონოს და ეს გააგდება. ხო რა. მეგობრებო, მე სოპრანოში რო არის, ხო გახსოვთ რომ გიჟდებიან ეს პირველად რო ნახავენ იმას იქაურ გიჟლიბერალებს რა. ხო. იმას რა ქვია, კრისტოფერ კოლუმბის დღეს რო იმაშვებიან, კოლუმბის ძეგლს რო საღებავს ასხავენ. სოპრანო და ეს იტალიელები რო გაგიჟდებიან, რა იტალიელი იყო კოლუმბი. სადაც ცხოვრობთ აჩინაო კაცმაო და როგორ ლანძღავენო რა. ოღონდ ისინიც რო ემიგრანტები არიან, ვინც ჩამოვიდა რო ახურებენ იმაზე რომ ეს სხვა ქვეყნიდან მოვიდაო და დედა უტირაო იმას. თვითონ ვინ არიან? რეზერვაციები და ისინი მოაწყო. იგივე თება. ერთ რამეს გეტყვით რა. ორმუზის სრუტეს ვერ აკონტროლებს ამერიკა. ჩერგო. მაგრამ არის ეჭვები რომ გიგა და გიგა ჩადის მოლაპარაკებებზე. ჩერგო, ჯიგარი ხარ. მართლა ეს ძალიან კარგად ეს არის ბიბლიური სიონისტების შეტევა ამერიკაში. იმიტომ ჯარისკაცს ეუბნებიან რომ მეორედ მოსვლამდე დავაჩქაროთ. მართლა ეს პროპოვედი მიდის რა. რომ მეორედ მოსვლამდე დავაჩქაროთ და შენ მიდიხარ ურწმუნოების გიაურებთან საბრძოლებად. ესე ეუბნებიან რა. მაგრამ ჯვაროსნული ომის რემინესენციები და ასე შემდეგ. სხვა სამყაროა უკვე. ესენი უბერავენ 90 წლების დასაწყისიდან. ოღონდ ესე იგი სწორება და ფოკუსირება აქვს საბჭოთა კავშირი რომ იშლება. აი 90 წლების დასაწყისი რა. დაშლილია უკვე. საბჭოთა კავშირი არის ახალი დაშლილი. დიდი ხანია დაიშალა. ხო და რა სტრანია რომ მართლა ეგრე ფიქრობენ რომ აი ჩვენ ახლა ეს სტრატეგია ესე უნდა გავაკეთოთ და დახმარება როგორც აბანოში მისვლათ მე პირველი პროპაგანდა უნდა შევასუსტოთ ის რო ჩადის რა ქვია რა ერქვა ბიჭო სტრალი რო ჩავიდა ის არის ბრინჯი არის რაღაცა არის კვილი არის ჭიაბერაშვილი მე გადავიღე არა იქ არ გადაგიღია შენ
ინფო9 გადაიყო. შენ აკრედიტაციის გარეშე ქალებს რო შეუვარდა. ქვილი არის, კვერცხი არის, ვისაც შესაწამლებ, ჩვენ შეგიწამლით მაგას. კაი შეზახოშებული. კი, მაგარი. სუპეხებზე მაგას ხა არჩევნები და იქიდან უთხრეს დავაი რა მოძრაობა გააკეთე. პრობლემები არის რა. უკვე 11 დღე გრძელდება ხო მე მგონი ოპერაცია ხო და არ უჩანს ბოლო და რა ვიცი ხა არ არის თქო საქმე ისე კარგად როგორც აი მიჩიგანში მაგ სამწუხაროდ ტერაქტი მოხდა სინაგოგაში. ბიჭო, ძალიან კაი რაღაცები გვაქვს. მიჩიგანში მოხდა სამწუხაროდ მოხდა ტერაქტი და სინაგოგაში შევარდა მანქანა სულაც იყო და ნუ ეს ალბათ ტერორიზმის გაშლის ისრაელში იცი ხა ისრაელში დაჭრეს ისე ეგ დაჭრეს არც კრის მდგომარეობაში მე 3-4 საათის ნახევარი დეპუტატი რომელიც ღაზას საკითხებში აქტიურად მონაწილეობდა და ნეთანიაჰუს სანახლო წევრი არის მაგრამ ასევე ის იყო რა თვითონ აეროპორტშია ძალიან დიდი პრობლემები ბენ-გურიონი ხო თვითონ იმიტომ რომ ბომბავენ და ებრაელები პოლიტკორექტულად რო ვთქვათ ისრაელელები ებრაელები რო ვთქვათ რა პრობლემა არ ხუმრობ როგორ არ შეიძლება და პროტესტს გამოხატავენ რა ის რაც გამოხატავენ უსაფრთხოების საკითხებზე ასაგებია რომ დაგვიცავენ ხო ჩვენთან რა ინფორმაციებიც მოდის მეც ვარ უფრო გაფილტრულია ხოლმე აი ეხლა გამახსენდა ბიჭო სანდრო რაქვიაშვილი ეს აქ რაც არის კიდად არ გაუშვათ მაგრამ ამან რო კომენტარი გააკეთა ცივილიზაციაზე ეგეთი დეგენერატობა პროსტა მე ევროპაში რო არის მხოლოდ ხო მე სანდრო მეგონა როგორც სერიოზული აი ფრი მარკეტ ფუნდამენტალისტი მორწმუნე ესეთი რა იდეოლოგიზირებული გიჟები რო არიან მაგრამ ასეთი რო არიცი საკითხები რაც სოციოლოგია შენ არიცი ანთროპოლოგია შენ არიცი ფილოსოფია შენ არიცი არაფერი შენ არიცი ისტორია გააჩუმე რა ენა რა ცივილიზაცია მარტო ევროპულია აი მე ამ შემთხვევაში ეშმაკის ადვოკატს ვითამაში ვიტყვი რომ ყველა ის ტერიტორია სადაც ვერ და არ განხორციელებულა ისეთი თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური ზონა როგორც კუნძული იქ ცივილიზაცია ვერ იქნება გაჩერე გაუშვით ცივილიზაციის გაგებასთან დაკავშირებით ვერ და აი კარგად თუ შეისწავლეს ამ საკითხს დამეწუნეთ რომ ცივილიზაცია არ დაუშვებს იმას რაც ხდება უიგურების ავტონომიურ ოლქში და ვინც არის შეგვიძლია შეისწავლონ ეს საკითხი ეს არ იქნება ნორმალური ცივილიზებულ საზოგადოებაში რუსეთი ახლა მოგეხსენებათ რაც არის ცივილიზებული და ზოგადად თუ ჩვენ წესიერი ცხოვრება გვინდა ჩვენ უნდა ვიყოთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ეს არნიშნავს რომ რაც იქ ხდება ყოველთვის სწორია არა სტოპ უიგურები გამახსენდა დასავლური ცივილიზაციამ გაანადგურა ინდიელების სულ მთლიანად. ბიჭო, ყველაფერს თავი დაანებე, კაცო, თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციაში ევროპისა და ამერიკის თანამშრომლობით შეიქმნა თავისუფალი სავაჭრო სივრცე ეპშტეინის კუნძულის სახით. მაშინ ანუ ის ცივილიზაცია რომელიც ამას უშვებს, იგივე კითხვის ნიშნის შექმნა დავაღებ. კოლონიალიზმის ისტორია და რადგინდა მე-20 საუკუნის ისტორია კიდე. არა ეს უახლესია გუშინ იყო. ვაფშე რატო ვკამათობთ მაგაზე ცივილიზაციის არა, ნახე ცივილიზაციის საგანი არის ძალადობა. ეგ რატო არის რომ თუ ძალადობ ის ცივილიზაცია პირიქით შეიძლება იყოს, აუ ამას მე მგონი სიტყვა სხვა გონია ცივილიზაცია გონია აი რაღაც ისე დემოკრატია ისე ძალიან ცივილური გარემოა რაღაცა დემოკრატია ხო რაღაცა სხვა გონია მე მგონი იმიტომ რომ ცივილიზაცია არის აკადემიური მძლავრი ტერმინი რომელსაც აქვს თავისი ძალიან კონკრეტული დეფინიციები აქვს სერიოზულად არც უნდა გასცე პასუხი მაგრამ ბოდავს რა ევროპოცენტრიზმი ქვია მაგას. არც ევროპოცენტრიზმი არ ქვია. ევროპოცენტრისტები პირიქით ამბობენ, ანუ ცივილიზაცია ბევრი არსებობს და ჩვენია. რა თქმა უნდა, ეს არის ცივილიზაციური რასიზმი. აგიტო არის, რომ სხვაც არსებობს და ჩვენ უპირატესები ვართ. ეს ამბობს ერთიაო. სხვა არ არსებობს. ანუ ეგეც რასიზმია და კი არა, ფაშიზმია არა. ცოტა ეს არის. კი ბატონო. დიდი მადლობა. ეს ცოტა კარგად არის. მე ხანდახან მეგონა რომ რაღაც ადეკვატურს ამბობდა ხოლმე. ხანდახან ძალიან საინტერესოა მოვიწევდე ბიჭი და ეს რიცხვების და ციფრების იქით არაფერზე არ უნდა ალაპარაკო მე მგონი. დიდი მადლობა მეგობრებო. დიდი მადლობა ისიც რომ გიყურეთ. დღეს მოვჩით გადაცემა, ამ კვირაში მოვჩით ეს გადაცემა კვირას უყურეთ.
10:30 ევროპის დაის, ორშაბათს რომ გიყურეთ, კარგად ბრძანებთ. მადლობა ყურადღებისთვის.